მოგესალმებით ძვირფას ტელემოყრილო კიდევ ერთხელ აგერ ის დაპირებული სენსაციაც ჩემ გააცემის სტუმარი არის კობა ბექაური ადამიანი რომელიც ბოლოს ნახე 2005 წლის სასამართლოზე 2005 წელს ეს არის დაზარალებული ჩემი კობა ბექაური მოვიდა რათა ნათელი მოფინოს იმ საქმეს რომელიც დაგმართა მიშას ხელისუფლებამ მე და ოხრეიდე დათოს რატომ მოხვედი შენ დიდი მადლობა ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს მე მინდოდა რომ ერთხელ სამუდამოდეს მომეხსნა ეს თვით იმიტომ რომ რა იყო რეალობა როგორ იყო ეს მე თქვა ყველაფერი იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ტრადიცია არ იყო რა თქმა უნდა როგორც გამოძიებას და სასამართლოზე იყო პლატკერა საერთოდ არ იყო რაც შეიძლება მე მინდა გითხრა რომ შენ ახლა ჩვენ დაკავშირება შენ ინიციატივით მოხდა ჩვენ საერთო მეგობარი დაგვიკავშირდა აი ამდენი წლების მანძილზე შენ მე არასდროს არ გთვლიდი შენს მთავარ მტრად და ზუსტად ვიცოდი რაც მოხდა და ეს შენი ბრალი რო არ იყო მაგრამ ბუნებრივია ხა ძალიან ცუდი რეაქცია ყოველთვის ჰქონდა შენზე და კარგია რომ შენ ახლა აი ამ ყველაფერს ყვები მოდი დავიწყოთ იმ ისტორიიდან ჩემი ტელევიზიის კონტრაქტორი ფირმა კომპანია აკეთებდა ფილმს იმ ტერმინალზე სადაც შენ მუშაობდი სადაც შენ აკეთებდი ამ ტერმინალთან დაკავშირებით მართლა მქონდა ჩემი ოჯახის ინტერესი მაგრამ ეს და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ როცა დაიწყო ფილმის კეთება რომელიც არარეალური იყო თვლიდი დავიწყე ჩვენ ქონა მაშინ ურთიერთობა რომ შენთან მოვედი და გითხოვე რომ იქნებ მომეხმარო ამ ჩვენ საუბრობდით აი ამ ფილმის შეჩერება მინდოდა და ჩვენ საუბრობდით და ამის შემდეგ რომ არ გამოსულიყო ეს ვარიანტი ამის მერე რა თქმა უნდა ყველას ტელეფონი ქონა საუბარი ყველას უსმენდნენ როცა შენთან დაკავშირებით უკვე დაიწყო საუბარი რა თქმა უნდა დამიძახეს და მითხრეს აი მოყევი ეგ ისტორია კარგად სად დაგიძახეს დამიძახეს და მითხრეს რომ იქნებ ესე მოგვაგვარებინა როგორც ჩვენ გეტყვით და როცა ავედი მაშინ დასამალი არც არის რა არის დასამალი იჯდა ახლა ეს კაბინეტში ვანო მერაბიშვილი ის რომელი ახლა ეს კაბინეტში ადეიშვილი და თავადათა მაშინ როცა იყო ეს საუბარი რომ ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის მერე შენ დაგაკავებდნენ ერთი პერიოდი წინ აღდგობა გაუწია იქ უთხარი იქნებ ჩემგან არ გამოვიდეს ეს და მე არ მივცე რადგან ადეიშვილმა მითხრა რომ დაგიჭერდა გაგანადგურება მაშინ შალვა ისე იჭერდნენ ტიპებს და ქრებოდნენ და ანადგურებდნენ რომ პირადად შენთვის ადეიშვილს აქვს ეს ნათქვამი პირადად მითხრა რომ მე უთხარი წინ აღდგობა გავწია იქ ერთი წესწრებოდა მახსოვს პროკურორი იყო და მითხრა ადეიშვილმა რომ გიჩვენე აირჩიე ან დაგიჭერდა გაგანადგურება ან ფული უნდა მიცე რაზე დაგიჭერდა შენ ხო არაფერი დანაშაული არ ქონდა მაშინ არ ვიცი ახლა დანაშაული ვის ქონდა და არ ქონდა რა მნიშვნელობა კატომურ ბომბს დაგიდებდნენ ეს დაგიჭერდნენ ჩოლები მოვლენა იყო მაშინ დაჭერა აბსოლუტურად ჩოლები მოვლენა იყო და გაიგეგმა ეს ოპერაცია ანუ პირადად ვანო მერაბიშვილი ჩემი შეკითხვა ესეთი 2005 წლის ზაფხულში პირადად ვანო მერაბიშვილი პირადად ვანოც ადეიშვილიც და კაბინეტში ვიჭიქით შევედი თუ არა სკამზე იჯდნენ მარჯვენა მხარეს და პირდაპირ დაიწყეს საუბარი რომ ჩვენ უსმენთ და ჩვენ ვიცით და უნდა შეესაბამოთ ის ფულიც რაც შეეხება 30000 მე არ მქონია პირადად ვანომ დაურეკა ეს ხელს და მის ხელმა მოიტანა ის ფული შენ ოპერაციის დეტალებზეც მოყევი მე მახსოვს იქ ბინაში შუქი იყო ამ შუქთან დაკავშირებით მახსოვს კარგად რომ მერაბიშვილმა დაურეკა გილაურსო შუქი ჩამქრალიყო ვაკეში ერთი პერიოდი მახსოვს რაღაცა ძალიან და რომ არაპირებდა შუქის ჩაქრობას და მე არა კარგი სიტყვებით მოიხსენია და მე ჩაქრა ის შუქი ოპერაციის დღეს როცა ეს დამთავრდა და როცა შენ ეს გადაიღე ფული შეიცვალა თუ არა ხო ერთ შენ ინტერვიუში წავიკითხე უთქვიეთ შენთვის ამის შესახებ როცა ფულს მაძლევდნენ მე უთხარი ვქნებ არ გაეკეთებინათ მე არ ვიცი ვის რა წვანის სითხე არ დაესხა თუ რაღაც ხელზე არ ამყოლებო რომ მე ამეწყო კეთიქცია და კაი მე როგორც ვიცი ფული სხვა მოგეცი რომელიც არ იყო გაკეთებული მე რომელიც შენ ფული აიღე და რომელზეც ხელზე აკვა ის სხვა ფული იყო იმიტომ რომ ეს სუფთა ფული მოგეცი რომელიც გავიგე ანუ ორჯერ მოიტანეს ფული ეს გადაღებული მასალა ოპერაცია დამთავრდა გადაღებული მასალა სად წაიღეს გადაღებული მასალა ისევ დავბრუნდი მე მახსოვს კუდის შენობაში
სადაც დღევანდელი ქალაქის მერი გიგი დამხვდა და გიმ წაიღო ეს მასალა. გიგი უგულავამ წაიღო, მაშინ გიგი უგულავა მაშინაც მერი იყო და საქმეში იყო. ყურის შენობაში დამხვდა გიგი უგულავა, გამორთა და წაიღო და ხოლმე მქონდა რომ მეთქი იქნებ ჩემი თავი არ გამოჩნდეს გიგი მეთქი, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდა, იმიტომ რომ სააკაშვილს რა მონაწილეობა ქონდა? სააკაშვილს ესეთი დარწმუნებით გეტყვი, შენი გაჩერება მაშინ ყველაზე მეტად უნდა და ალბათ არხის გაჩერებაც. რამდენჯერმე მახსოვს, როცა ადეიშვილი ელაპარაკა მე როგორც მახსოვს. იქ შენობაში მე მაშინ არ ვიცი იყო თუ არ იყო საერთოდ ის ტელეფონით ელაპარაკა, ხო? ხო, ხა მიშეუთხრა და ახლა ანუ საქმის დეტალების არის გავიდა, ხო მიშეუთხრა და გავიდა, მახსოვს ეგ ძალიან კარგა. ყველა საქმის ყურში იყო მოკლედ, იმიტომ რომ მე არ მახსოვს მაშინ თავად ადეიშვილი მგონი უშუალების მინისტრი იყო. თუ პროკურორი იყო, აღარ მახსოვს. ანუ 3-4-ვე და 5-ვე ყველა იქ იყო რა, აბსოლუტურად. ის ჩვენებები, ის განცხადება, ის ყველაფერი, ეს არის სრულ ჩვენებები, ეს არის ყალბი ჩვენებები. ეს ვინ დაგაწერინა შე? მე ჩვენება რაც დაწერეს, მომიტანეს და ხელი მოვაწერე მაშინ, არც წამიკითხე, მაშინ რომ ამას გამოკეთებინეს და გავაკეთე და ის არც გიხავს რა ეწერა, იმიტომ რომ იქ კოხრეიძის შემოსვლაც უნდათ ამ საქმეში და რაღაც შეხვედრების მოიფიქრეს. ეხლა ის რომ კოხრეიძე და მე და შენ პარლამენტის გვერდით შევხვდით და რაღაცა ეგ რო არ არსებულია და არ ყოფილა. ანუ შენ იცოდი რო აწერდი ამას? არაფერი არ ვიცოდი, ეხლა ამას წინათ მკითხე შენ რომ ამ ჩვენებას აწერე, მომიტანეს ჩვენება დაწერილი იყო, მოვაწერე. ვინ მოგიტანა? ვინც აწარმოებდა საქმის გამოძიებას აწარმოებდა ლაღაძე. იმან მოგიტანა, არც აგიკითხავს, ისე მოაწერა. არ წაგითმო ის გამოგიგზავნეს, რომ მოაწერა ხელი და მოაწერა. კარგი, და ამის მერე თვითონ სასამართლოზეც პროცესებზეც გეუნებოდნენ რა გეთქვა, როგორ გეთქვა და ასე შემდეგ. ხო, სასამართლოზე ერთი რამე ვიცოდი, რომ ამბობდი არ ვიცი, მე ჩავდე ჩემი ადვოკატი და ეს ადვოკატი მიდიოდა მეყვებოდა ამ პროცესს, თორე ასე რომ შენ რატო აგირჩიეს ჩემს გასაფუჭებად, მაინდა-მაინც. არ დასვე კითხვა. დავსვე კითხვა, რა მე ვთქვა, თუ ამის გაკეთება უნდათ, რატო ჩემი ხელით უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მნიშვნელობა არ ქონდა, მე ბოლო დროს დავწმუნდი, რომ საკუთარ ძმას აირჩევდნენ თუ დაჭირდებოდა რა. შენ, მოდი პირდაპირ გეტყვი, შენი გამოისოვით ორი კაცი წავედით ციხეში. შენ რა დაგემუქნე რა ამისთან, რომ მითხრა რა. მე ვიცი, მესმის, რომ ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც. ხო, მაგრამ ვერავინ არ გაუძლებდა შალვა იმ წნეხს და იმ პრესს, გამორიცხული იყო რა. გამორიცხული იყო, მე ფაქტიურად მე გეტყვი და არა თუ ვინმეს თუ გონია რომ ამით რამე მივიღე, არაფერი არ მემიღია რა. ამაზე ვისაუბრებ. ეხლა ეს ამბავი არის ახლად გამოვლენილი გარემოება, ამაზე აწდება ამბავი, ამაზე კითხავენ და შენ მზად ხარ, რომ შენი სიმართლე რაც ახლა მითხარი, ბოლომდე გაიტანო. რაც რეალობა, ეს იყო რეალობა. მესმის ხო, მაგრამ ეს რეალობა იყო საქმის გაღებება. ეს რეალობა იყო, ამ რეალობას ახლა მე მქონდა სურვილი ეს თვითი მომეხსნა და სიმართლე ერთი და ეს თვითი მომეხსნა და ჩამომეხსნა ეს თვითი და ეს რომ მოხდა, იცი რა ხმები იყო, რომ შენ დაგასაჩუქრეს ბიზნესით, რომ გაგითვალისწინეს და ასე შემდეგ. არაფერი შალვა, ეს ტერმინალი რომელიც ჩემო ოჯახის ინტერესში ჰქონდა, შემდეგ ამ ინტერესში თავიდანვე იყო რამდენიმე ძალა, რომელიც ძალასაც უნდა და ამ ტერმინალის ხელში ჩაგდება და შემდეგ მათ ჩაიგდეს კიდეც ეს ხელში ერთ-ერთმა მხარემ. ფაქტიურად ის ტერმინალი მე მითხრეს, რომ გადაუფორმე და მე ფულს გადაგეხდიან. ეს გადაუფორმე და ფული არაც გადაუხდია, ისე დავკარგე ეს ტერმინალიც. მათ შემთხვევით ფული არ გადაუხდიათ. და გაიქცნენ მე ისინი და ფაქტიურად დარჩა და შემდეგ ვინც გაიფორმა ეს ტერმინალი და გაიფორმა და მისაკუთრებაში დარჩა მე ბანკიდან გამოისყიდა მილიონი თუ რაღაცა ეს ტერმინალი. რაც შეეხება დასაჩუქრებას, არავის არაფერი არ დაუსაჩუქრებია. მე იყო რომ ჩვეულებრივ გზების ტენდერი გამოცხადა და სოფლიო ბანკის ერთ ტენდერი იყო და მეორე იყო მილენიუმის და ჩვეულებრივ უბრალოდ შემოვიყვანე კომპანია, რომელიც დაბალი ფასით მოიგო და ისაც მე გაუქმეს კონტრაქტი და წაართვეს. მანამდე იყო სიტუაცია, რომ პარკინგზე თუ გახსოვს, მუშაობდი სასაკრებულოში ვიყავი. კი. მე როცა აღარ ვიყავი პოლიტიკაში, უკვე ამ პარკინგთან დაკავშირებით ჩავიდნენ ებრაელებს და უთხრეს, რომ აღარ არის ყობა და შემდეგ რა პრობლემა დასამალე მამუკა ახლად პრობლემები შეგვიძლია. ხო, მამუკა ახლოდიანი ჩაჯდა. ეხაც მამუკა ახლოდიანი. რა თქმა უნდა, მე ებრაელებმა მითხრეს, რომ მამუკა ახლოდიანია იქ მეწილე და ეხლა პარკინგშიც მამუკა ჩაჯდა. ასე რომ მე არაფერი არ მიმიღია რა. შეიძლება ითქვას, რომ შენს გაგწირეს, ხო? 2005 წელს ისე წამოვედი პარლამენტიდან, განცხადება არ მაქვს აწეული. როგორ გააკეთეს, როგორ მომიხსნეს უფლებამოსილება, ეგეც არ ვიცი. ეგეც საინტერესო თემაა, მაგრამ
შენ გაგწირეს ესე გამოდის. შენ გამოგიყენეს და გაგწირეს. კიდე ერთხელ მინდა დავუბრუნდე, ესე იგი პირადად ვანო მერაბიშვილმა და ადეიშვილმა გთხოვა შეგეთითხნა ეგ საქმე, ხო? შემეთქვა რომ მივედი, მითხრეს რომ ამას გააკეთებ, ესე იქნება ადეიშვილმა. მეთქი წინააღმდეგობა გაუწერო, მეთქი იქნებ არ ღირდეს ადეიშვილს თქვარი, მახსოვს. ადეიშვილმა მითხრა რომ აირჩიე რა, გაგანადგურებდა ციხე და ყველაფერი, ან ეს უნდა აირჩიო. მაშინ ზუსტად სიტუაცია ესეთი იყო, რომ ხალხი ჩვეულებად იჭერდნენ რა, მაშინ ოჯახის წევრებზე მუხარა ხო არა? ხო, ეხლა ოჯახი ყავს და დაფიქრდი ამაზე კარგად მომითხრა. ამთავრე რა ლაპარაკია. ეხლა როცა შეხო ადეიშვილი არ იყო ესეთი, ვთქვათ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ადეიშვილს ძალიან დიდი ხანი რევოლუციამდე და ესეთი ადამიანი იყო, რომელიც მე მაშინ მე კონტაქტი აღარ მქონდა, კი ვიცნობდი, მაგრამ რომ მივედი კაბინეტში დამხვდა იქ რა. არა, მე იმას გულისხმობ, რომ ეგეთი კაცი არის, ოც ჩუმი წნარი და გასუსული. მაშინ სურვილი ყველაზე დიდი ალბათ იყო შენი გაჩერების. და ამ ტელევიზიის გაჩერების და შენი გაჩერების. ობა, ეხლა რას გძნობ შენ? ეხლა რაღაც ხალხი გვიყურებს, მილიონი ადამიანი, ალბათ ყოველ შემთხვევაში მთელი საქართველო გაიგებს მაგ ამბავს. ხო, მორალურად გძნობ, რომ რაღაც ერთი რაღაც დიდი პასუხისმგებლობა მოვიხსნა, ის ტვირთი მოვიხსნა და შერიგებისთვისაც გადმოვდგინა ბიჭი, რომ რეალურად მეთქო შენთვის რა იყო რეალობა და რა იყო სინამდვილეში ეს. აკტერია მაკარაზმაძე წეს, თრუჩვენებისთვის მაგას არაფერი არ ეკუთვნის. თრუჩვენება, რომელიც მიღებულია ზეწოლით და მუქარით და აგერ ყობა ლაპარაკობს, რომ ეს ყველა თრუჩვენება იყო მუქარით, ეს უკვე აღარ არის დანაშაული. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე არც არასოდეს არ მქონია პირადად შენთვის ძალიან ნეგატიური გწონა, ჩემი მთავარი მტერი და მოწინააღმდეგე იყო მიშა და მე რაღაცნაირად შევძელი მის დამარცხებაში წვლილი შეტანა. ამიტომ მე არც მიპატიებია და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს გააკეთა. თავარი ის არის, რომ მე როგორ აეწყო შენი ცხოვრება რა. არაფერი ჩვეულებრივად წამოვედი პარლამენტიდან, რომელიც კიდევ მეუბნებათ განცხადება და მიწერე, ისე გააკეთეს ყველაფერი, არ დაუძახე. შენ ბიზნესში გზნობდი ვიღაცების ჩარევებს, სულ გარშემო, აქეთ-იქით. ხო, რა თქმა უნდა, ბიზნესი საქართველოში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყო გაყოფილი და დაალაგებული, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიო ბანკის და მილენიუმის ტენდერს, რომელიც მოიგეცა შემდეგ ეს კომპანია გააგდეს საქართველოდან. ადეიშვილმა პროკურატურამ დააჯერიმა ის 9 მილიონით წართვა გარანტია მთელი ამბები და გაუჩერეს და ჩამოართვეს ის გზები. მე მოხდა მებრალებს შორის და სამწო შორის შეთანხმება, მაგრამ ისაც დამთავრდა. რაც თემა მქონდა დაწყებული, არც ერთ თემაში არა ვარ და არც ერთ თემასთან არა ვარ და ამიტომ ამით არც სარგებელი მიმიღია და არც არაფერი მიმიღია. აქ ჩვეულებრივი საკითხია, რომ მქონდა წესი, რომ ამით აკეთებდნენ და ამთავრებდნენ. ესმის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ შეძელი ეს და ერთხელ მახსოვს მე უფე მითხრა, რომ ასაც ვიტყვი, რომ იქნება მიხვიდეო შალვასთან ციხეში. მეუფეზენო. ხო, მეუფეზენო. ხო, მე უთხარი მეუფეს, რომ აი ხომ ლაპარაკული დისრული მაგრამ კარებიდან როცა მე მივიდე უთხარი შალვასთან ციხეში სანახავ და ალბათ კარებიდან ვეღარ გამოვალ, მაშინ იქნა ნომერიც გავაფორმებინა მეთქი. ამიტომ მაშინ ამის გაკეთება ურთულესი იყო და დიდი მადლობა მოუხადოთ ჩემს მეგობარსაც, საერთო მეგობარს, რომელსაც შედგა და ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ყობა ბექაური. ყობა, მე ვიცი რომ შენ ბევრი გაქვს მოსაყოლი ბიზნესზე და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ ეხლა შენ შეიძლება ძალიან ბევრი გადაგემტეროს, ეხლაც კი და ამიტომ მე ვითხოვ რომ შენი უსაფრთხოება იყოს დაცული, იმიტომ რომ შენ ისეთ ინფორმაცია თქვი ეხლა. შენ თქვი ქვეყნის პირველ პირებზე, რომლებიც აი ამ დაგავალეს ფალსიფიცირება საქმის და გაყალბება, დაგავალეს და გაიძულეს და მე მინდა რომ შენი უსაფრთხოებაც იყოს დაცული და ეგრეც იქნება. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედი და ეგეთი რაღაც გააკეთე. და ჩვენ კიდე ერთს ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი ფასეული ინფორმაციაც გაქვს თუ როგორ და რა ხდებოდა. მე გისურვებ ტვირთი რომ მოგეხსნა უკვე კარგია. შემდეგ სტუმარს ვეუბნებ. ძნელი ამ ეთერის მერე საუბარი, მაგრამ გადავიდეთ თემაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან მოვიდნენ ჩემი კოლეგებად ვთვლით. ადამიანები, რომლებთანაც ერთად რაღაცები ვიკეთებია. დავაი დასვიდანე არა დღეს. მარტო ესენი არიან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სახეობები, წარადგინეთ საკუთარი თავი. მიშა არჯევანიძე. კახა გაბელაია. როგორ ძანდებით?
ისე საზოგადოებაში გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ის პირი, რომელიც იყო თეატრის ხელმძღვანელი, წავიდა ან მიდის. ეს არის შეგახსენებთ ლაპარაკია მიშა ანთაძეზე, რომელსაც უამრავი პრეტენზია ჰქონდათ. რა ხდება დღეს თეატრში? დღეს პრაქტიკულად იგივე სიტუაციაა, ჯერ წასული არ არის, მაგრამ იმედია რომ მალე მოხდება ეს. ნუ თავისით წასვლა ყოველ შემთხვევაში არ უნდა. იყო რაღაც ბევრი შეკითხვა თქვენს მიერ დასმული არასწორად გათავისუფლებებზე, თანხებზე. იძახით რომ ყავდა მფარველი. დღეს პოლიტიკური მომენტი მოხსნილია. კითხვებზე პასუხი არის გაცემული თუ ჯერ არა? ჯერ არა, უბრალოდ ნუ ახლა დღევანდელი ხელისუფლება ესე უცებ არ აკეთებს ესეთ გადაწყვეტილებებს, არ იღებს. მათ ჭირდებათ რაღაც ალბათ მომზადება, საქმეში გარკვევა და ალბათ შემდეგ მოხდება მოხსნა. მე ვთვლი რომ ამ თეატრისთვის ეგ აუცილებელია რომ ეგ შეიცვალოს. აბსოლუტურად ყველა ძირეულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი თეატრში. იმიტომ რომ მარტო პოლიტიკური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი დარღვევების და რაღაცა თეატრი უბრალოდ თეატრს არ გავს. ეს არის საშინელება. ის არ არის თეატრი. რა გულისხმობ? თეატრი არ გავს თეატრს. ეს ლირიულია. ხო, აი გეტყვით. შემოქმედებითი მხარე და საერთოდ მხატვრული მხარე თეატრის არის, აი, არ ვიცი მე საქართველოში კი არა არსად არ მეგულება მსგავსი თეატრი. ეს არის სუროგატი, რომელსაც ვაძლევთ, ვაწვდით ბავშვებს. და ჩვენ კულტურულ თაობას, თეატრის მოყვარულ თაობას და ხელოვნების მოყვარულ თაობას ვეღარ გავზრდით. იმ პროდუქციით, რომელსაც თეატრი აწარმოებს. მე ვთვლი, რომ ეს არის ძირეული პრობლემა საერთოდ. ამას ახლა ყველას რა თქმა უნდა პოლიტიკური მხარე აინტერესებს და პრინციპში ესეც არის, იმიტომ რომ ამას იცავდნენ ძალიან ამ ადამიანს და მე უკვე პირადად შეგვეხო უბრალოდ და ამაზე ძალიან აღშვებდი, თორე სადამსჯელო ოპერაცია განახორციელა პირდაპირ ვიტყვი ამ ადამიანმა ჩვენს მიმართ. რომ პოლიტიკური ნიშნით დაიწყო დევნა ადამიანების. და ეს პოლიტიკური დევნა გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენ უნდა გვეთქვა უარი ჩვენს მოსაზრებებზე, იმაზე დაუშვათ რომ ჩვენს უფლებებზე და რაც ბატონი ბიზნა მაშინ პოლიტიკაში შემოვიდა, უნდა გვეთქვა მერე უარი იმ დახმარებაზე, რომელსაც წლებია. ეს პირდაპირ გითხრა, კი. აი ესე პირდაპირ გითხრათ? პირდაპირ. შენ გითხრა პირდაპირ? მე ახლა გეტყვით იმ ერთ-ერთ სამხატვრო საბჭოზე მითხრა რომ ადამიანი, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს, სახელმწიფო თეატრში არ უნდა მუშაობდეს, წარმოიდგინეთ. აი ასეთი რაღაც მითხრა და მე რომ მივედით და ნუ გააკეთებ ამას, რომ მან რაზე იყო ახლა სახელმწიფომ ხელფასებს მოგიმატებთო და ამაზე უარი თქვითო. ასეთი ამბავი მოიტანა ჩვენმა მმართველმა და გითხრა რომ უარი თქვით და ჩვენ სახელმწიფო გიმატებთ. ნუ ეს ნიშნავდა რომ უნდა გვეთქვა ჩვენს წამზე უარი, ანუ არ უჭერთ მხარს, არ ვართ ესე უჭერთ მხარს მოკლედ ხელისუფლებას და ამიტომ უნდა ვემიჯნებით ამ სიტუაციას. ეს უდა უხერხულიც იყო მაგ მომენტისთვის, რომ 2004 წლიდან ამ ადამიანმა პრაქტიკულად გადაგვარჩინა ჩვენ. და შემდეგ ისიც როდესაც სახელმწიფომ ხელფასი ზუსტად იმიტომ მოუმატა თეატრში, იმიტომ რომ უნდა და გადაეფარა. კონკრეტული შეკითხვა მინდა დაგისვათ. ანუ ეს კაცი, რომელსაც ჩვენ მოვიწევთ სხვა შორის, იქნებ ანცა იმას დაურეკო და ხვალ შევთავაზოთ მოსვლა. როდის, რა პირობებში, რა ვითარებაში გთხოვდა თქვენ ამ ყველაფერზე უარის თქმას? შენ პირადად გთხოვდა? იცით რა არის საქმე იმაშია, რომ მე ეს არ შემეხო, იმიტომ რომ მე დავუშვათ დახმარებას ამ თემის სხვა თეატრშიც მუშაობ. არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მათ პირადად უთხრა. აი ეს 45 კაცი, რომელიც გაშვებულია და დაადასტურებს ამას, რომ ამ პირადად უთხრა ეს და დაადასტურებს ქართულ ბანკის ამონაწერები. იმ პერიოდში, როცა ეს შემოგთავაზეს, თელმა თეატრმა ფაქტიურად ჩვენს გარდა ამ გაშვებულების გარდა იმ რაღაც 10 დღის განმავლობაში მივიდა და ამონაწერები აიღო ბანკიდან, რომ ისინი არ იღებდნენ ამ თანხას.
ეს კატეგორიული მოთხოვნა. კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მოიტანეთ ამ მონაწერი, თორე ხელფასი არ ჩაგერიცხებათ, რომ იქ არ იღებთ თანხას. და არ არის თან თქვენს იქ თუ ანგარიში გაქვთ? თუ გაქვთ, ანუ გაგრძელებული ეს ხელშეკრულება და ჩაგერიცხა შენ იანვარში დაუშვათ იქიდან თანხა, დახმარების თანხა. ეს ხელფასი დამატებას, რასაც სახელმწიფო უბრალოდ დაუმატა ადამიანებს, თეატრს მისცა ბიუჯეტი, რომ ის არა ანუ ქველმოქმედება და პოლიტიკა გახდა იმაში, გაიყვანეს ერთ ჭრილში. თქვენ არ გიცდიათ, რომ აი ახლა შეიცვალა ვითარება 1 ოქტომბრიდან აღარ არის ის კულტურის სამინისტროს თუ სოდის და კუდის წნეხი და აგერ ბექაური მოვიდა და რეებს ყვება და თქვენ არ გიცდიათ რაღაცები გეკითხათ, გელაპარაკათ, რომ დამთავრდა სხვანაირად უნდა იყოს აქ ყველაფერიო, რომ სხვანაირად მართლთა, ხო, რომ არა, ჩვენ მაგას გაგერკვიათ რაღაც. არ მივალთ არავითარ შემთხვევაში და არც გავაკეთებთ მაგას. არც გვიშვებენ თეატრში. თეატრში ჩვენ ჯერ ერთი არ შეგვიშვებს არავინ. ხო, მაგრამ ხო შეიძლება დაურეკო და შეხედრას თხოვო. და რა უთხრა? რა ქვია? აი რა უთხრა? ჩვენ ეს არის აი მე ეს კაცი არ უნდა იყოს მაგ თეატრში. ეგ არავითარ შემთხვევაში დავანებოთ პოლიტიკას თავი მე ისე ვამბობ რომ თეატრი სასაცილოდ არ ყოფნით ჩვენ თეატრი არავის. ეს თეატრს არ გავს ეს თეატრი. ეს არის კატასტროფა უბრალოდ. სამარცხვინო თეატრია, მსახიობი ბოდიშის მოხდით ამბობენ მე მოზარდში ვმუშაობ. როცა ეკითხებიან სად რომელ თეატრში მუშაობ. არ შეიძლება ეს იყო ну იმიტომ რომ უხერხულია უბრალოდ რაც აი რეპერტუარი რო ნახოთ ხო თქვენ ბავშვი მე თეატრში აღარასოდეს არ წავა და თქვენ იმ თეატრში ბავშვს აღარასოდეს აღარ მიიღებთ მაინც რა არის განსაკუთრებულად ცუდი რომ ხალხს აუხსნა ну რა გითხრათ ჯერ ესეც საერთოდ არ ექცევა ყურადღება ხარისხს თეატრის სპექტაკლის მე აღარ ვამბობ უკვე არც მხატვრობაზე არც პიესებზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრი არაპროფესიონალია თეატრში, რომლებიც სცენაზე დგომა არ იცის. ლამის სპექტაკლის დროს ელაპარაკონ მაყურებელს, არ ვიცი მე, ნუ აი არაპროფესიონალიზმი, აი როგორ გითხრა, ეს არის კატასტროფა საერთოდ ამ თეატრში. არიან მაგალითად მე ვიცი ახლა რომ ჩვენს მერე ვითომ რეორგანიზაცია რო დაარქვა ჩვენს გაყრას თეატრიდან, ორი იმდენი ადამიანია დაახლოებით მიღებული, რამდენიც გაუშვა. და მსახიობები არიან და აი საბალეტო სტუდია დამთავრებული მაგალითად არიან რაღაც სამოდელო სტუდია პროფესიულ სცენაზე დგანან ეს ხალხი. იქ დავარია ტექსტი იცოდეს მსახიობმა. სცენაზე ტექსტის გენიოსი. კულტურის სამინისტროს ევალებათ თუ არა კონტროლი რა ხარისხზე. ჩვენ ვიყავით, ჩვენ სრული ავტონომია მივეცით თეატრებსო უკვე დიდი ხანია და ამას არავინ არ აკონტროლებს. საშინელება ეს არის. ხარისხის კონტროლის მექანიზმი კულტურის სამინისტრომ ჰქონდა ადრე, მაგრამ წინა ხელისუფლების პერიოდში ანუ თეატრს აქვს დამოუკიდებლობა, ეს არ არის ცუდი სხვა შორის, იმიტომ რომ სახელმწიფო ხარისხს აკონტროლებს, აქ ბევრი პრობლემა შეიძლება წარდგოს. არა, მართლა. არა ვარ მომხრე, რომ კულტურის სამინისტრო სპექტაკლებში ერეოდეს იქ, ხო? მესმის, მაგრამ როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს რობერტ სტურუა ის თვითონ გააკონტროლებს ამას ყველაფერს. ჩვენთან არ არის ეს პროფესიონალი რეჟისორიც კი არ არის თეატრში. აი თეატრალური ინსტიტუტი რომ დაამთავრა ადამიანმა. აბა ვინ გავს სპექტაკლს? აი მიშა ანთაძე მაგალითად. აქვს მაგას თეატრალური ინსტიტუტი დამთავრებული, ოღონდ კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. და ეს აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიებია. გასაგებია. არის იქ რეჟისორი თამარ თუხარელი მაგალითად, რომელსაც დამთავრებული აქვს ფარმაცევტიული განხრით სამედიცინო. და მე შავო არ არის თუ შეიძლება თეატრალური ინსტიტუტის ჰქონდეს დამთავრებული ადამიანს და რეჟისორის დიპლომიც ედოს, მაგრამ არ იყოს რეჟისორი, ნუ ეს იყო საშინელება იყოს. მაგიტომ ამბობ, არც ერთი თეატრი, არც ერთი სამხატვრო, არც ერთი რეჟისორი ამ თეატრს სერიოზულად არ აღიქვავს. არც ერთი სერიოზული რეჟისორი იქ დასადგმელად არ მოვიდა, რომ იქ უხერხულია უბრალოდ საერთოდ რაღაცაზე ლაპარაკი. და კიდევ ამას ყველაფერს მე ეს ამბები რომ მოყვარ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე თვალი დავხუჭეთ, ბევრ რაღაცაზე. მე პირადად თეატრიდან წამოვედი, მე არ შემხებია ეს ყველაფერი, უბრალოდ უსამართლობის გამო წამოვედი. აი ჩვენი ხარ რეკლამას ნახავთ და შემდეგ დავუნდეთ. ვაგზელებთ ძვირფასო მაყურებელი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. კახა გაბელაია. კახამ ესეთი ექსპერიმენტი დავდგა. კახა შენ იყავი თანამდებობებზე სამ თეატრში, როცა გამოგიშვეს.
მოიცა, ეხლა მე რა მაინტერესებს? თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არ აქვს უფლება რომ ვინც არ მოსწონს ის გაგუშვას? რა თქმა უნდა. რატო გაგიშვეს? აი მე გაგიშვი. არ მინდა, არ მომწონხარ რა. ჩემი აზრით შენ არ თამაშობ კარგად. კი ბატონო, მოგახსენებთ. მე ამას ჩემ თავზე ვიტყვი და ჩავთვალოთ, რომ ეს ყველა გაშვებულ ადამიანზე ვრცელდება ფაქტიურად რა მეტნაკლებად. ესე იგი, თუ მე მაგალითად არა ვარ კარგი მსახიობი და არ თამაშობ კარგად, მაშინ რატომ ვარ მე სამხატვრო საბჭოს წევრი? ეს ერთი. თუ არ ვარ კარგი მსახიობი და არ უნდა ვიყო მე თეატრში, რატომ შევდივარ იმ ბორდის შემადგენლობაში, რომელმაც თეატრის რეორგანიზაცია უნდა განახორციელოს? ანუ გამოდის, რომ მე ბორდის შემადგენლობაში ვიყავი და ჩემი თავით შევამცირე. აი ესე თვითკრიტიკული გამოვდექი. მერე სპექტაკლები, ავიღოთ რეპერტუარი. ყველა სპექტაკლში წამყვანი როლი მქონდა. და მომდევნო სამ სპექტაკლში, რომელიც უნდა მაისში გამოსულიყო, იქ ფაქტიურად ორში მთავარი როლი მქონდა, ერთში ესე წამყვანი სერიოზული სამუშაო. და იანვრის, თებერვალ, მარტის თვეში, როდესაც ჩვენ გაგვიშვეს, შეწყდა ფაქტიურად მუშაობა თეატრში, იმიტომ რომ აქ გაშვებული ხალხში არიან ყველა წამყვანი მსახიობები. ეს ხალხი არის, ეხლა გუშინ უყურებდი, რომ ძველი მოზარდიდან სანამ მიშა ანთაძე მოვიდოდა თეატრში 2007 წელს რომ მოვიდა, გადავხედე დღევანდელ დასს და მხოლოდ 7 კაცია ძველი მოზარდიდან დარჩენილი. ჩვენამდე გაუშვა ესე 2007-ში ახალგაზრდა რეჟისორები გაუშვა თუ გახსოვთ, იქ იყვნენ ლუკა წულაძე და ისე იმ ხალხმა სასამართლო მოიგეს. შემდეგი ეტაპი იყო ამ გაშვების, სადაც ბერტა ხაფავა, ოთარ ბაღათურია და ნათელა მაჭავარიანი და ეს მთელი ჯგუფი გაუშვა კიდე რამ 1-20 კაცამდე. და მესამე ეტაპი ეს უკვე პოლიტიკური ნიშნით გაშვებული ხალხი, ეს ჩვენი 45 კაცი. ასეთი რამ არ გაუკეთებია მსოფლიოში არავის დასაბამიდან, რომ მთელი დასი წამყვანი მსახიობების ადგედა გაუშვა. ნაღები მოხსნა უბრალოდ. აი ესე ნაღები მოხსნა მართლაც და გადაყარა რა. ახსნა, რაღაც რაციონალური ახსნა, ყველაფერს აქვს, რომ მოუთხოვოთ შეიძლება მოვიდეს ეთერში და ვკითხოთ მას. იცი რატო, როცა ორი დაპირისპირებული მხარეა, ყველას თავი მართალი გონია. რა თქმა უნდა. და იქნებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მესმის, ძალიან რთულია გემოვნებაზე არ დაობენ. ანუ მე საერთოდ მაინტერესებს თეატრის ხარისხი, რითი იზომება. აი თუ მაგის გემოვნებაზე იქნება ლაპარაკი, დაუშვათ ჩვენ თეატრში გამოდის ჟურნალი. კი. თეატრში ჟურნალი. თეატრში ჟურნალი ეს ცალკე თემაა, იმიტომ რომ ეს რისთვის შეიქმნა და რატო შეიქმნა ეს ჟურნალი რატო? ხო. მაინც გაყიდვაში გამოდის ეს ჟურნალი. კი. არავინ არ ყიდულობს, მაგრამ გამოდის. თეატრის ჟურნალი გამოდის კიოსკებში. და ქვია თეატრი. მოզ არტი ქვია. ხო და იქ არის მაგალითად იქ თეატრსოდნეების სტატიებია რაღაც. ყველაზე მაგის საუკეთესო სპექტაკლად რო ითვლებოდა, იქ თავარ როლს თამაშობდით და დაკავებული ვიყავით მარტო ის მსახიობები, ვინც თეატრიდან გაუშვა. ანუ თავისივე სპექტაკლში ის კარგი მსახიობები დააკავა. დღემდე ვერ აღადგინა ის სპექტაკლი შუათაშორის, იმიტომ რომ და იმ ჟურნალში არის სტატია, რომ მაგალითად ეს მსახიობები არაჩვეულებრივად ასრულებენ ამ როლებს. და ეს მსახიობები რატომღაც გაყარა. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვანცა გთხოვ რომ დააპატიჟოთ ეს ბატონი მიშა ეთერში, იმიტომ რომ სამხრივი არ გამოვიდეს და მან თავისი სიმართლე. აი თუ შეძლებს მეც მოვალ მაგალითად და დაველაპარაკებოდით დიდი სიამოვნებით რა. რაღაც რევანშის სახე ხო არა გაქვთ რახან აი მე ვიდა ჩვენი დროს. აი თქვენ ხო არა გაქვთ. მე ვიდა ჩვენი დროს. არავითარი რევანში, აქ რევანშისთან არაფერი უბრალოდ. არა, იძახით რომ კაცი უნდა წავიდეს, კაი, გედა რა პოლიტიკური ხომ არ გაქვთ ეხლა უკვე თქვენ მიხვდი? პოლიტიკურია ეს თავისთავად ადამიანი გაგდებს იმის გამო რომ არ აიღო დახმარება, ნუ პოლიტიკურია, აბა რა. შავა, ჩვენ მსახიობები ვართ ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებს ერთ უფასოდ მუშაობდით. ჩემი ხელფასი იყო ერთი ყოლოფი სიგარეტის თანხას ვიღებდი სულ, რომელიც ერთ ყოლოფ სიგარეტზე მყოფნიდა. მაგრამ ვმუშაობდით, ვერ გეტყვით, რამდენ ღამეებს ვათენებდით თეატრში. კარგი, გასაგებია. თქვენ რა შვებით ახლა, რასაკეთებთ, სადახარ? ჩვენ ახლა სამინისტროს
მივმართეთ კიდევ ერთხელ და ვთხოვეთ რომ გაერკვნენ. მე ინტიაჩი არის უამრავი დარღვევები. უამრავი ფინანსური დარღვევებია, რასაც გამოძიება ჭირდება სერიოზული. რა შეგვიძლია სად მოღვაწეობთ? ეხლა ხან გადაღებები ხან რაღაც ამახსოვს ჩვენ ვაკეთებდით დავაი დასვიდანიას და ამ ვიდეოზე ბოლოს ბერიას როლი შევასრულე სხვათა შორის მხატვრულ დოკუმენტურ ფილმში ეხლა ხანს მქონდა გადაღება. მე ეს მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა 9 მილიონი ნახვა აქ ამ ვიდეოს. თვითონ ამაში მონაწილეობა. იმ არჩევნების კლიპიც კარგი გამოვიდა ეს ხოდი. იყო თუ არა რაღაცნაირი ზეწოლა, ან რაღაცნაირი საუბრები თქვენზე რომელიმეზე, რომელიც აქ იღებთ მონაწილეობას ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ავაი დასვიდანია ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ვიდეო შემდეგ. ნუ ჩვენ ფაქტიურად არჩევნების პერიოდში აი ბატონი პალიკო ნოზაძე, ვახტანგ ნოზაძე, მე და რამდენიმე კიდე ჩვენი მსახიობები დავდიოდით ერთი ხმის პროექტში ვიღებდით მონაწილეობას და სოფელ ვიარეთ. და ყველაფერი თვის მივდიოდით იქითკენ რომ გამარჯვება მოეპოვებია ქართულ ოცნებას. სხვა გზა არ იყო უბრალოდ. რასელი თვითონ აი თეატრის თანამშრომლები ხართ. ორივეს მინდა გითხოთ. აი ამ ახალ ვითარებაში, ახალ დროებაში თეატრი ძალიან კარგად იცით. ძლებია, იმუშავიათ. რა უნდა შეიცვალოს, რა გინდა? მარტო თქვენ თეატრზე არ მინდა რომ თქვათ რა, ზოგადად რომ ვილაპარაკოთ. ზოგადად უნდა თეატრი გახდეს პროფესიონალების და ნიჭიერი ადამიანების ნაბსაღები. ეს სხვა თეატრებში არ ხდება არაფერი. სხვა შანსი არ იქნება, იმიტომ რომ თუ არ მიეცა ამ ნიჭს და პროფესიას დაფასება, არ იქნება. სხვა თეატრებში გაუშვეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეატრი, რობერტ სტურვა გაუშვეს. ხდება და როგორ არ ხდება? მოხდა რა კიდეც. ყველგან ხდება. ყველგან ხდება. ანუ კიდე ერთხელ მინდა შენ კითხო ახლა. ანუ როგორი უნდა იყოს თეატრის მოწყობის გეგმა, რო ეს რაღაცები. იცით რა შეასახმე, როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე საბავშვო თეატრთან, ის უნდა იყოს ხარისხით ალბათ ყველაზე ძლიერი. იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს საკვებს როდესაც ვაძლევთ, საუკეთესოც ვაძლევთ, ჩვენ არ ჭამდა იმას ვაძლევთ, თანსაც საუკეთესოს, რომ რაღაც სინთეტიკა არ იყო. აი ეგ სინთეტიკა, რომელიც იყო ამ და სუროგატი, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით, ეს არ უნდა მოხდეს. მე საერთოდ ვთვლი, რომ ამ თეატრში უნდა მოვიდნენ საუკეთესო რეჟისორები, თითო თეატრიდან, თითო სპექტაკლი უნდა, იგივე სტურვამ, რა ვიცი ღმერთო. იმიტომ რომ ეს აუცილებელია. უნიჭიერეს რეჟისორი გოგა თავაძეთ გავდა ჩვენთან სპექტაკლს თირზას. და მსახიობები ყავდა და გენიალური სპექტაკლი გამოვიდო და უკვე ეტყობოდა რა. და ეს ხალხი გაუშვას უყველა ჩვენ, ანუ და გოგა თავაძემ თქვა რომ დადგიო, მე უთხრა, გააგრძელეო და ვისთან დავდგაო, ხალხი ყველა გაუშვია და ვისთან დავდგაო და იმანაც დატოვა თეატრი და წამოვიდა. აი ნიჭიერი ადამიანებიც მანდ-მაინც არ აწყობდა თეატრში. თუ კაი სპექტაკლი გამოუვიდო და ვინმე საათაში ერთხელ თქვათ აი იგივე ნიშნობა ჰქონდა თუ გახსოვს გენიალური მეტერლინკის ის გოგამ დადგა 8 სპექტაკლი ვითამაშეთ მხოლოდ რა და მოხსნა მე სპექტაკლი. ახლა კოლექტიური განცხადება გაქვს ჩეტანილი კულტურის სამინისტროში, ხო? კულტურის მინისტრიდან რა გინდა თქვენ? აი კონკრეტულად რა მოთხოვნები გაქვთ ახალი კულტურის მინისტრისგან? ჩვენ კულტურის მინისტრთან მოთხოვნები გვაქვს რომ შევიდეს რაიმე საგამოძიებო აუდიტი იქნება თუ შეამოწმოს ეს ყველაფერი. კონკრეტულად რა არის დარღვევა? რა ინფორმაცია გაქვთ? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საბიუჯეტო თანხების არასწორი მაინც დაუშვათ ჩვენთან ხელფასები არა აქვს ხალხს გასული წლის აღებული 4 თვის, ზოგს 6 თვის. რომელიც ეკუთვნის და რომელიც გადმორიცხა სამინისტრომ და იმ თვეებში, სადაც ხელფასები არა აქვს გაცემული, აი ეს ფიქტიური რეორგანიზაცია რო გამოაცხადა, მithwe რეორგანიზაციის დროს ხელფასები მაინც უნდა გადაუხადო. ეს ძალიან სერიოზული ბრალდება. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არ აუღიათ ეს ფული? რა თქმა უნდა. მაგაზე მქონდა დაწერილი. დაასახელებ შენ ვინ არის? ჩვენ წინამთავრობას რუას მინისტრობის დროს შევიტანეთ განცხადება ამაზე. ხო, მესმის, ვინ არიან ესენი? შეგიძლია გითხრა გვარები. შენ არ გიხება რამდენი ვისი და არჩენ, ხო? ვისი გვარი? ხელფასის არ აღების. მეც როგორ არ გვეხება? ხო? რას ქვია არ გვეხება? ანუ არ მიგიღია? არ მიგიღია, რა თქმა უნდა. რაღაც თვეები იყო. მე 2 თვენახევრის არა მაქვს. მეც ეს
და რას გეუბნებიან ეს ხო გეკუთვნის ეს ფული კონტრაქტი არა ნუ კონტრაქტი იმ მომენტში იყო შეწყვეტილი ანუ არ გეკუთვნის არა სად იყო ნუ შეწყვეტილი ესე ამბობს 2011-ის ივლისში რო დაგვიმთავრდა კონტრაქტები მერე გამოაცხადა რეორგანიზაცია მაგრამ რეორგანიზაცია არ ნიშნავს იმას რომ ხელფასები არ გასცე უფასოდ იმუშავებ ხო იმ მომენტში შენ მუშაობდი ხო აგრძელებდი სამუშაო რა თქმა უნდა ბრძანება გათავისუფლების შესახებ არ დაწერა არანაირი ბრძანება არ არსებობს ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით აი ახლა ბოლოს რომ გააყალბა ეს დოკუმენტაციის გაყალბებებზია აი კონკრეტულად რომელ დოკუმენტაციაზე აი ჩვენი გათავისუფლების დოკუმენტაციებზე ჩვენ იანვრის თვეში 2012-ში 6 თვიან ხელშეკრულებებზე მოვაწერეთ ხელი და ის ხელშეკრულებები გაქრა მეორე პირი არ მოგცა ყველა ერთად რომ მოაწერსო მთელი თეატრიო მაშინ მოგცემთო და მეც ხელს მოვა კარგით ძვირფასო მაყურებელი აი ესეთი სიტუაცია მესმის რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ ეს არის ძალიან კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულია რა თქმა უნდა გემოვნება არ მომწონს და თეატრს არა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებები ამ კაცისადმი და მე კიდე ერთხელ მესამეთ უკვე დაბეჭდებით ხო ბატონ მიშანთაძეს რომ თუ გამონახავს დროს რამენაირად ამ ყველაფერს მას უპასუხოს მას მიეცემა ეთერი თუ მისინება იქნება მოხვალ და თუ რა თქმა უნდა მას მარტო უნდა საუბარი ამ თემებზე ის თავის სათქმელს იტყვის იმიტომ რომ ჩვენ ორივე მხარეს უნდა მივცეთ აუცილებლად პირიქით და ბუნებრივია უნჯობესი იქნება თუ დათანხმდება ამ დებატს რომ თვალნათელი გავხადოთ ეს ყველაფერი რა დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით ძვირფასო ტელემაყრებო მე მინდა გისურვო თქვენ რომ თეატრში ასე ვთქვათ ყველაფერი დაალაგდეს მე ვიცი რა ასნიშნავს სახიობისთვის როცა ის არ არის ასე ვთქვათ თეატრში და არ მოღვაწეობს ალბათ ძალიან განისტით ხო სცენაზე თულია რა თქმა უნდა 20 წელი რომ მუშაობ თეატრში და უწებ ვინ მერე კაცო ვინ რო ეთქვა ეს მაგალითად შენ დიდი პედაგოგი მიშა თუმანიშვილს რომ შენ არ ვარგი ხარ და წადი ხარ თეატრში და რომ გავიგებდი მაგრამ როცა მიშა ანთაძე გეუბნება ამას უკვე მესმის მე მუშაობ თავისუფალ თეატრშიც მუშაობ გრიბოედოვშიც მე ამ შემთხვევაში ვარ ამათ ხარეს იმიტომ რომ მართლა იქ ხდება საშინელი უსამართლობა მესმის დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით ილაპარაკეთ ჩვენ ველოდებით მიშა ანთაძის გადაცემის შემდეგ გადაცემებში დღეს ძალიან მაგარი გადაცემა იყო ესეთი დღე ცხოვრებაში იშვიათად მქონია მოყვება ამას ამბათ ამბები მედიაში და სხვა სფეროებში მე გეშტობები